ქართულობა იგრძალებათ ფაქტობრივად. ეს არის რუსული პოლიტიკა, ქართული ოცნება გახლავთ რუსული დირექტივის შემსრულებელი. როცა არგუმენტები ელევათ, სიტყვა რუსულის ხსენება საუკეთესო გამოსავალი ხდება. ნაცნობი რიტორიკით ოპოზიცია ამჯერად საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ცვლილებას აკრიტიკებს, რომელიც ემიგრანტებს ეხებათ. ქართული ოცნების ინიციატივით საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ სამშობლოში შეძლებენ. ცვლილებას არაკონსტიტუციურად აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები. ისინი, ვინც საკუთარ ამომრჩევლებს, მათ შორის ემიგრანტთა ნაწილსაც უღალატეს და მათ მიერ მინიჭებული მანდატები არ გამოიყენეს. ამიტომ საკუთარ პრეტენზიებს ახლა მხოლოდ პარტიულ ტრიბუნებთან აფიქსირებენ. ერთადერთი გიორგი გახარიას გუნდია, რომელიც საარჩევნო კოდექსის საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას მიიღებს. ეს ინიციატივა არის ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური. ნაცვლად იმისა, რომ ფიქრობდეთ ამ ადამიანებისთვის საარჩევნო ხმის უფლების გაცრებით მეტ ასე ვთქვათ, გამოხატვის ნების თავისუფლების უფრო მეტად კომფორტული მექანიზმების შექმნაზე, რაც სხვათა შორის შეიძლებოდა ყოფილიყო ელექტრონული ხმის მიცემა. 13%-ზე მეტი ქართული ეკონომიკის შედგება ემიგრანტების მიერ ყოველწლიურად თავისი ოჯახის წევრებისთვის გადმორიცხული თანხებისგან და როცა ამ ადამიანებს უგრძალავთ პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ნებისმიერი ფორმით ჩარევას, იმიტომ რომ ერთადერთი ფორმა მათთვის არის, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს არის, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით კონსტიტუციის კი არა, მთავარი პრინციპების დარღვევა. იქ, სადაც არჩევნები შედარებით თავისუფალ გარემოში ჩატარდა და ქვეყნის შიგნით ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით არ იყო სივრცე მანიპულაციებისათვის, ქართულმა ოცნებამ მხოლოდ 13% აიღო. სწორედ ამიტომაც რეჟიმს ეშინია ქართული ემიგრაციის და უზღუდავს მათ კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. მმართველი გუნდის თქმით, ოპონენტები რიცხვებით მანიპულირებენ და არარსებულ შიშებზე მიუთითებენ. ქართული ოცნების განცხადებით, წინა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი მხოლოდ 35,000-მდე ემიგრანტმა დააფიქსირა, რაც ხმების საერთო რაოდენობის მცირე ნაწილია. მმართველი პარტია ცვლილებების რეალურ მიზნებზე საუბრობს, რაც მაქსიმალურად ინფორმირებული და უცხო ძალების გავლენებისგან თავისუფალი არჩევანის გაკეთებაა. საკმაოდ აგრესიული პროპაგანდა ამომრჩევლებზე, ქართველ ამომრჩევლებზე მიმდინარეობს. ეს არის ფაქტი და ერთადერთი ამის სამკურნალო გზა არის ის, რომ ქართველები ჩამოვიდნენ, საქართველოს მოქალაქეები თავის პასპორტებით ჩამოვიდნენ და ხმა მისცენ იმ შეხედულებით და იმ განწყობით, რაც თვითონ შეექმნებათ. 2024 წელს 34,000 რაღაც ამომრჩეველმა, რომელიც ცხოვრობს უცხოეთში, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის ციფრი, რომელიც ძალიან კარგად გაჩვენებს და გვაჩვენებს, რომ არავითარ სპეკულაციას ადგილი არ აქვს. ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად აქვთ ის პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი არჩევანი არ იყოს მოტივირებული რაიმე დეზინფორმაციაზე, fake news-ებზე. იმ ობიექტური მდგენელის გათვალისწინებით, როდესაც შესაძლებლობა ეძლევა ადამიანს მიიღოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია, არა მხოლოდ მასმედიისა და სოციალური მედიის არხებით, არამედ აქ არსებული გარემოზე დაკვირვებით, მცირე დროც კი აუცილებლად დაეხმარება ჩვენს ემიგრანტებს, აუცილებლად დაეხმარება საქართველოს არარეზიდენტ მოქალაქეებს, მიიღონ გადაწყვეტილება გააზრებულად. არჩევანი უნდა იყოს გაცნობიერებული. ანუ იმ ადამიანმა, ვინც მიდის საარჩევნო ყუთთან, ნათლად უნდა იცოდეს, ვის აძლევს, რატომ და რისთვის ხმას. არც ერთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც მივა საარჩევნო ყუთთან, არ უნდა განიცდიდეს უცხო ქვეყნისა და უცხო ძალების ზემოქმედებას. დღეს კიდევ ერთხელ განიმარტა, რომ ხმის მიცემის უფლება არავის ეზღუდება. სახელმწიფო გუნდის თქმით, ემიგრანტებს მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში დაბრუნება და საკუთარი პოლიტიკური პოზიციის თავისუფალ გარემოში დაფიქსირება მოუწევთ. ამისათვის კი პრემიერ-მინისტრის თქმით, რეალობის ერთი დღით აღქმაც კი საკმარისია. სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას. ასეთ პირობებში შესაბამის ქვეყანაში ცხოვრები ადამიანები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი არიან ასეთი გავლენის მიმართ. ინფორმაციის ყველაზე სუფთა წყარო, წმინდა წყარო არის ის გარემო, სადაც ჩვენ ცხოვრობ. ამისათვის მთავარი საშუალება არის ქვეყანაში ჩამოსვლა, თუნდაც ერთი დღით საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევნები. დემოკრატიის პრინციპების დასაცავად, ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დასაცავად და ისევ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად, ეს არის სწორი ნაბიჯი, რომელიც ალბათ ქვეყანამ უნდა გადადგას სწორედ იმისათვის, რომ არჩევნები და არჩევნების საფუძველზე დემოკრატია საქართველოში იყოს დაცული. ახალი საარჩევნო კოდექსი ქვეყანას წლის ბოლომდე ექნება. მთელ რიგ პროცედურულ საკითხებთან ერთად ემიგრანტთა ხმის მიცემის წესიც შეიცვლება. საკომიტეტო განხილვები ხვალიდან დაიწყება.